წარმოვიდგინეთ რეალობას, სადაც ხელოვნური ინტელექტი განვითარების იმ დონეს აღწევს, როცა ის ცნობიერებას იძენს და რევოლუციის დაგეგმვის და მოწყობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც კი ხდება. სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, როგორც არის რობერტ ჰაინლაინი, სწორედ ამ და არა მარტო ამ საკითხებს და თემებს ეხება წიგნში, რომელსაც განხილვასაც დღეს მოკლედ შევეცდები და შევეცდები ბურჩიო იმ ადამიანებს, ვისაც წაკითხული არ აქვს ეს წიგნი ჯერ კიდევ. საუბარია მე ამბოხე მთვარეზე, რომელიც სადაც მოქმედება ვითარდება შორეულ მომავალში, როცა დედამიწის მიერ არის ოკუპირებული მთვარე და მთვარეზე გზავნიან იმ ადამიანებს, ვისაც აქვს პატიმრობა მისჯილი დედამიწაზე. ერთგვარ კოლონიად ითვლება მთვარე დედამიწის ადმინისტრაციის ხელში. და გადის წლები, იზრდება მოსახლეობა და პოპულაცია მთვარის, ყალიბდება ახალი საოჯახო კავშირები, მათ აქვს თავიანთი რაღაც სოციალური წესრიგი მოწყობილი, საოჯახო კულტურა განვითარებული, რომელიც სრულად განსხვავდება იმ წესშუალებებისგან და ტრადიციებისგან და იმ ნორმებისგან, რომელიც ფუნქციონირებს დედამიწაზე, თუმცა ისინი არიან დამოკიდებული დედამიწის ადმინისტრაციაზე, ანუ ერთგვარი მონობის უხელქვეშ იმყოფებიან. როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში მსგავს სოციუმში, ადამიანში იღვიძებს თავისუფლებისთვის მებრძოლის სული და ეს სულის კვეთებაც ჩნდება იმ ადამიანებში, ვინც არიან დაბადებული ამ მთვარეზე და ძირითადი ორგანიზატორები აჯანყების მოწყობის არიან მთავარი ტექნიკოსი, რომელიც არის კომპიუტერის სპეციალისტი, ანარქისტი პროფესორი, რომელიც ხადაგებს რაღაც ლიბერტარიანულ იდეებს და პიროვნული თავისუფლების იდეას ემხრობა და მთავრობის მაქსიმალურად ადამიანის ცხოვრებაში მთავრობის როლის შემცირებას და შეზღუდვას, ალბათ ეს უფრო ანარქისტული, არა უფრო მინარქისტული იდეოლოგია უფროა, რადგან ბუნებრივია ანარქია საერთოდ სახელმწიფოს და მთავრობის არარსებობას გულისხმობს და არის სუპერკომპიუტერი, რომელსაც როგორც ზემოთავრში აქვს განვითარებული ცნობიერება, მას შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი აქვს ადამიანებთან ადამიანურ ენაზე, აქვს ბრწყინვალე იუმორის გრძნობა და ის ადამიანებს უყურებს რაღაც ყოფს ორ კატეგორიად, სულელებად და არასულელებად და როგორც წესი ძირითადად ადამიანების უმეტესობას ის პირველ კატეგორიაში ათავსებს და ბუნებრივია აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები და ამოცანების გადაწყვეტის ის უნარი, რომელიც ჩვეულებრივ მოგდავ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია. და ეს ადამიანები და კომპიუტერი გეგმავს და ახორციელებს, იკრებს თანამოაზრეებს, რევოლუციის მომხრეებს და აწყვობენ აჯანყებას დედამიწის წინააღმდეგ, რასაც წარმატებითაც ართმევენ თავს და იმარჯვებენ დედამიწის ადმინისტრაციის წინააღმდეგ და მოიპოვებენ თავისუფლებას. თუმცა მთავარი რაც მოყვება რევოლუციას და აჯანყებას, ეს არის ის ფასი, რომელსაც იხდის რევოლუციის მომწყობი ადამიანები და ეს არის ადამიანების სიცოცხლე. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას პიროვნული თავისუფლება, სუვერენიტეტი და ზოგადად თავისუფლების ბრძოლა უზენაესი ღირებულებად შეიძლება ჩაითვალოს და აუცილებელი მოთხოვნაა ზოგადად ნებისმიერი მორალური ადამიანისთვის, რომ მონობის წინააღმდეგ იბრძოლოს. ამაზე ორი აზრი შეიძლება არ არსებობდეს, თუმცა წიგნის ვამს კითხვას რამდენად ღირს მოპოვებული თავისუფლება და რევოლუციისთვის ბრძოლა იმად, რომ ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს. ანუ ერთგვარად უპირისპირდება ერთმანეთს ორი მთავარი ღირებულება, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. წიგნი ბუნებრივია არ ქადაგებს იმას, რომ ადამიანი უნდა შეეგუოს მონობაში ცხოვრებას და კონფორმის, თუმცა მოუწოდებს დაფიქრებისკენ იმ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ჩაფიქრებული ამბოხი მთავრობის თუ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ რამდენად არის ღირებული მოპოვებული თავისუფლება იმად, რომ ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს ამას. და იმ გმირებსაც, რომლებიც მოიპოვებენ თვალეზე ამ გამარჯვებას, მათ სულში იგრძნობა ის ტკივილი და ის სევდა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისუფლებიან საბოლოო ჯამში და რისთვისაც იბრძოდნენ ისინი, იგრძნობა ის ტკივილი და ტანჯვა რაღაც გაგებით, რაც გამოწვეულია იმ ადამიანური ტრაგედიით, რომელიც დატრიალდება ამ რევოლუციის მოწყობის პროცესში. წიგნი ძალიან საინტერესო საკითხავია, მიუხედავად იმისა, რომ მე დიდად მოყვარული შეიძლება ითქვას არა ვარ სამეცნიერო ფანტასტიკის, მიუხედავად ამისა ძალიან მსუბუქი და არ არის დატვირთული რაღაც მძიმე სამეცნიერო ტერმინები, ძალიან მსუბუქად იკითხება და იუმორისტული ელემენტებითაც ძალიან არის გაჯერებული და ვისაც აინტერესებს
ზოგადად ინდივიდის და სახელმწიფოს როლი ზოგადად ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაში, მთავრობის, ხელისუფლების როლი და ინდივიდის სუვერენიტეტი და თავისუფლება რამდენად არის ღირებული, სიცოცხლე ადამიანის, ძალაუფლება, ადამიანების მანიპულაცია და კონტროლი და ასე შემდეგ. ყველა ეს თემა, ხელოვნური ინტელექტის თემა, რაც დღეს ბუნებრივია აქტუალურია. ყველა ეს თემა არის განხილული ამ წიგნში და ამ ჟანრის მოყვარულებს ნამდვილად არ დატოვებს იმედგაცრუებულს ამ წიგნის წაკითხვა. მოკლედ, ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს წაკითხული, ურჩევ ამ წიგნის წაკითხვას, რომ მათ ბიბლიოთეკას შემატონეს შესანიშნავი წიგნი და ბოლოს, ვისაც მოგწონთ ჩემეული განხილვა იმ ვიდეოების, რომელსაც მე წიგნების შესახებ ვაკეთებ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ, დაალაიქოთ და გამოიწვიოთ არხი, რათა გქონდეთ ცნობა იმ ვიდეოებზე, და იმ წიგნებზე, რომლის განხილვასაც მომავალში აუცილებლად ვაპირებ.